რეჟიმმა ღარიბაშვილის პერიოდის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრა. ამჯერად დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური. ის სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. ღუდუშაურის დაჭერით მიზანში სავარაუდოდ სხვებიც ამოიღეს. ილია ღუდუშაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ტენდერის საქმეზე დაიჭირეს. ედავებიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. დაკავებული იყო მისი ძმაც. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მსგავსი ბრალდებით. ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც გირაოთია გამოშვებული, თავის მხრივ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან არის დაკავშირებული. საუბარი იქაც ტენდერსია. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. ქეთი, რა საინტერესო დეტალები იკვეთება ამ საქმეში? პირველ რიგში სანამ საზოგადოება ნახავს ამ ახალი საქმის დეტალებს ჩვენს რეპორტაჟში, მანამდე ნახოთ ზოგადი სურათი, რა ვითარება შეიქმნა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდში, უფრო კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში, რადგან ეს ბოლოდროინდელი რეზონანსული დაკავებები, რომლებიც ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს უკავშირდება, დაკავშირებული არის სწორედ ღარიბაშვილის დროინდელ მინისტრთა კაბინეტთან. თუ გადავხედავთ სიას და ეს სია ცხადია არის არასრული, მხოლოდ ამ სიაში ჩვენ ყავს მოცემული და ფოტოებს ხედავს საზოგადოება ეკრანზე, მხოლოდ მინისტრების და მინისტრების მოადგილეების დონეზე ბოლო რამდენიმე თვეში მიღებული გადაწყვეტილებები გაირკვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეკონომიკის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შემდეგ ახლა უკვე ჯანდაცვის სამინისტრო აღმოჩნდა ის უწყება, რომელშიც თურმე კორუფციული სქემები არსებობს. ეს კორუფციული სქემები უკავშირდება ეგრეთ წოდებულ ელიტურ კორუფციას და უწყების მაღალჩინოსნებს და ახლა ჯანდაცვის სამინისტროში პირველი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისგებაში არის მიცემული, არის სწორედ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და ამ დღევანდელმა ამბავმა ცხადია გააჩინა კითხვები და მოლოდინი ახალი დაპატიმრებების და ერთ-ერთი პირველი, ვის შესახებაც ასეთი მოლოდინი გაჩნდა, არის ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი კადრი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ბაზარაშვილი. თბილისში სასწრაფო სამედიცინო ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ გააქვთ? არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ანუ თქვენს დაკავებას არ ელით? არა, თქო. ეს ილია ღუდუშაურის ბოლო ინტერვიუა. ჯერ კიდევ 5 თვის წინ ის ფორმულას ჟურნალისტს ეუბნება, რომ დაპატიმრებას არ ელოდება. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ქართულ ოცნებას თანაგუნდელების გაწირვის პროცესი დაწყებული აქვს და მისი ძმა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაფლანგვისთვის დააპატიმრეს. ვლადიმერ ღუდუშაურის მსგავსად, ილია ღუდუშაურის ბრალდებული სკამზე დღეს თითქმის იდენტური დანაშაულის გამოაჩნდა. დანაშაულებრივი სქემა სატენდერო პროცედურების манипуляციის გზით სასურველი კომპანიის შერჩევას და სახელმწიფოსთვის საჭირო ინვენტარის ძვირად შეძენას უკავშირდება. თუკი ვლადიმერ ღუდუშაურის შემთხვევაში სადავო შესყიდვა სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო აპარატურას ეხებოდა, მის ძმას სასწრაფო დახმარების ავტომობილების დანაშაულებრივი სქემით ყიდვას ედავებიან. 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი 8.525.876 ლარი შესთავაზა. აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. ილია ღუდუშაური თბილისის სამმართველოში რჩება. პირველ სასამართლოს ხდომას ის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. მანამდე ირწმუნება, რომ მისთვის არავის განუმარტავს, რის გამო დააპატიმრეს, რადგან ფინანსურ პოლიციაში მისვლისთანავე ხელბორტილი დაადეს. გამოკითხვის გარეშე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. როგორ გავიდა საგამოძიებო უწყება მის კვალზე და რა ელის მის ყოფილ უფროს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ბაზარაშვილს, რომლის მოადგილეც 2 წლის განმავლობაში იყო. ეს კითხვები ჯერჯერობით ღიად რჩება. კიდე ვინ არის მასთან ერთად მარტო არის. როგორც ვიცი, მარტო არის. გამოკითხვაზეც არავინ ყოფილა, აი მაგალითად ზურაბ ბაზარაშვილი. მაგდენი არ ვიცი. ბაზარაშვილთან დაკავშირებით არ გაქვთ? არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეგ დეტალები არ ვიცი. ჩვენების მიცემას აპირებს ეხლა თქვენ და. ვერ გეტყვით ჯერ ახლა ბრალის წარდგენის მერე გადავწყვეტ
მაგას უკვე მასალებს რო გადმოგცემენ, მე პოზიცია უკვე მე გვექნება ჩამოყალიბებული. ილია ღუდუშაურს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გაასამართლებენ. გამოძიების მიხედვით სქემა ასეთია. 2022 წელს სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, სადაც ერთ-ერთმა კომპანიამ სამინისტროს საუკეთესო ფასი 8 მილიონ ნახევარი შესთავაზა, სწორედ მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის ბრძანებით გაუქმდა. გამოცხადდა ახალი ტენდერი ერთ კონკრეტულ კომპანიაზე მოგებული და სამინისტრომ GT ჯგუფისგან 100 მანქანა უფრო ძვირად იყიდა. ამ მანიპულაციით სახელმწიფომ 2 მილიონ ლარზე მეტი იზარალა. კორუფციის საკითხებზე მომუშავე პოლიტიკოსების განცხადებით, ეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ელიტური კორუფციის კლასიკური სქემაა. ის უნდა აღნიშნოს, რომ ილია ღუდუშაურის ძმა ზუსტად იგივე ბრალდებით იყო დაკავებული და ამ წუთას გათავისუფლებულია დროებით და ის იყო ჯუაშერ ბურჭულად თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანუ ეს არის ღარიბაშვილის კლანის წმენდა და მათ წინააღმდეგ რეპრესიების მორიგი გაგრძელება. ის უნდა ითქვას, რომ კომპანია GT Group, რომელიც ამ წუთას როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთი მონაწილე არის ამ კორუფციული სქემის და თანამშრომლობს ამ შემთხვევაში აზარაშვილის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ეს კომპანია არის ქართულ ოცნებასთან მჭიდროდ დაახლოებული კომპანია, 330 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მათ მოგებული ქართული ოცნების პირობებში, არიან ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები და ამ კომპანიის გენერალური დირექტორი 2020 წლამდე იყო ბექავდიშარიას ქვისლი ლევან გოგსაძე. ილია ღუდუშაურის ფავორიტ კომპანია დასახელებული GT ჯგუფი დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას უარყოფს. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, მისი ხელმძღვანელობა საგამოძიებო უწყებისთვის შესაძლოა საქმის მთავარ მოწმეებად იქცნენ, რადგან ადასტურებენ, რომ 100 მანქანის შესყიდვის ხელშეკრულება ნამდვილად გააფორმეს, თუმცა სახელშეკრულებო პირობები თავად სამინისტრომ დაარღვია და წლებია სასამართლოში დაობენ. ერთ-ერთ შესყიდვას ეხება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ნაწილი მანქანების მიიღო და მეორე ნაწილი აღარ მიიღო. ამის გამო მე ავდექით და მივმართეთ რომ ამოვწურეთ ფაქტიურად ჩვენ წერილობით ჩვენი შესაძლებლობები, მივმართეთ სასამართლოს და სამოქალაქო დავა გვაქვს. რა პერიოდზეა საუბარი, როდის დაიწყო და რას ანუ როდის იყო ეს შესყიდვა, როცა ნახევარი მიიღეს ახლა? თუ მე არ მეშლება წლებია 23 წელია. 23 წელს იყო შესყიდვა. თუ არ მეშლება წელი. რა რაოდენობის მანქანებს ესწავლა? დაახლოებით შეიძლება იგიც ზუსტად ვერ გითხრათ 100 მანქანაა თუ არ ვცდები. 100 მანქანა იყო ჯამურად თუ რა საიწუნეს და? არა, ჯამურად. რაჩვენებები დევს ჯანდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსნის წინააღმდეგ. საგამოძიებო უწყებები ჯერ არ ამხელენ. უცნობი რჩება, აპირებს თუ არა ქართული ოცნება მისი კიდევ ერთი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გაწირვას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო. წლებია პოლიტიკური ოპონენტები ჯანდაცვის სამინისტროს და მის ხელმძღვანელობას ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ უწყებად ასახელებენ. პოლიტიკოსების მკვლევრების თუ ჟურნალისტების ეჭვები წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე რჩებოდა. წლების განმავლობაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ყურადღება არც ილია ღუდუშაურის ქონებრივ დეკლარაციას მიუქცევია. არადა ქონების ჩამონათვალი და მისი ღირებულება შთამბეჭდავია. ის და მისი ცოლი მილიონობით ლარის უძრავ ქონებას ფლობენ. მაგალითად, მისი ცოლის გვანცა გამეზარდაშვილის სახელზეა ბინა და მიწის ნაკვეთი, რომელშიც 214,000 დოლარია გადახდილი. ბრალდებული ქმრის სახელზე კი ვაკეში 1 მილიონ 80,000 დოლარად ნაყიდი ბინა. ეს მონაცემები მისი ბოლო 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან არის. ილია ღუდუშაურს 600,000 ლარზე მეტი ღირებულების 4 კომერციული ფართიც აქვს. კომერციულ ფართებს ფლობს მისი ცოლიც, რომელიც დეკლარაციის მიხედვით მემკვიდრეობაა. საჯაროა 2 სასესხო ვალდებულება და ფულადი დანაზოგიც. ასევე წილები 10-მდე კომპანიაში. დეკლარაციის მიხედვით ძვირადღირებული ქონების შესახებ გაჩენილ შეკითხვებს პასუხს ბიზნეს საქმიანობით მიღებული შემოსავლები ვერ სცემს. მათი უმრავლესობიდან მიღებული შემოსავალი 0 ლარია. მხოლოდ 2 კომპანიიდან ერთად ერთ წელში ოჯახმა 25,000 ლარამდე მიიღო. საყოველთაო ჯანდაცვის ის ფორმა, რაც ჩვენ გვაქვს, ახალისებს კორუფციას, კონკურენციის შეზღუდვის გზით, ხარისხზე არაორიენტირებულობის გზით, სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით იქ, სადაც მას საქმე არ აქვს. ამის გზით ახალისებს კორუფციას, ანუ ეს სისტემური პრობლემაა. მეორე, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გვყავს ხელისუფლება მათივე მტკიცებით, რომელიც კორუმპირებულ ჩინოვნიკებს წლიდან წლამდე, პარლამენტიდან პარლამენტამდე ამტკიცებდა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკას, მათ შორის აუდიტის სამსახურს, სამეცნიერო საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვები ჰქონდა ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
დაპატიმრების შემდეგ ილია ღუდუშაური საჯაროდ პირველად მის პირველ სხდომაზე გამოჩნდება, რომელიც შესაძლოა ხვალვე გაიმართოს. აპირებს თუ არა ის ბრალის აღიარებას და დანაშაულებრივი სქემის სხვა ფიგურანტების დასახელებას. საგამოძიებო უწყებებისთვის ჩვენება მას ჯერ არ მიუწია. მიუხედავად ამოცემულობისა, რომ დღეს ქართულ ოცნებას თავად უწევს აღიაროს არაერთ სახელმწიფო უწყებაში ფინანსური დანაშაულის ფაქტები, კორუფციული სქემები, ეგრეთ წოდებული ელიტური კორუფციის სქემები და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბრალდებული სტატუსი არაერთ მაღალჩინოსთანს მინისტრს თუ მის მოადგილეს აქვს, პარტია არიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არადა წლების განმავლობაში პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში უაპელაციოდ აძლევდნენ ამ ძალაუფლებას და ნიშნავდნენ თანამდებობებზე აი ამ პირებს, რომლებიც ახლა განსასჯელის სხედან დღესაც მოვისმინეთ პარტიის წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები, რომ ეს ყველაფერი მათთვის უბრალოდ მორალურად მძიმეა. ძალიან ცუდად ფასდება ის, რომ ყოფილი მინისტრები თუ მაღალჩინოსნები თუ მინისტრის მოადგილეები, ვინც არ უნდა იყოს, ხვდებიან განსასჯელის სკამზე. ძალიან ცუდია, დამამძიმებელია მორალურად, მაგრამ აუცილებელია იმისათვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ აქ არ იქნება დაშვებული არანაირად ვოროტად გამოყენება თანამდებობის და იმ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა, რომელიც საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ევროკავშირის ჩატარებულ კვლევებში სწორედ კორუფციას ასახელებენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას. ეს გამოწვევა, რა თქმა უნდა, საქართველოს წინაშეც არსებობს და ამ გამოწვევასთან დაკავშირებით ხელისუფლება რა თქმა უნდა იბრძვის, რომ კორუფცია იყოს ჩვენ ქვეყანაში მინიმალურად, ასე ვთქვათ, მინიმუმის დონეზე დასული. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ახლა არის პირველი სასამართლოს სხდომის მოლოდინში და სასამართლოს პირველი გადაწყვეტილების მოლოდინში. საინტერესო არის როგორ იქნება პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი ძმის მსგავსად გირაოთი გაათავისუფლებენ თუ ის წინასწარ პატიმრობაში დარჩება.